სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 9 ნოემბერს. სალამი, პასტორ ჯონ, მე მქვია ჩარლზ მილერი. მე მაქვს შეკითხვა, რომელიც ეხება იმ მიმართულებას, რომელსაც ეკლესია ზოგადად ქრისტიანული ეკლესია ამერიკაში ატარებს და კერძოდ ჩვენი გრეისის, ანუ მადლის ეკლესია მისდევს. ჩვენ ვართ როგორც ქრისტიანები, რომლებსაც გვირჩევენ ვიყოთ მარილი კორუმპირებულ სამყაროში. მარილი და სინათლე. ეს არის იესოს მოწოდება. თუმცა მე ვგრძნობ, რომ ხშირად ქრისტიანები, რომლებიც გულწრფელი მორწმუნეები არიან, ყოველთვის არ არიან კარგად ინფორმირებული სოფლიოს მდგომარეობის შესახებ. გაზეთები, მედია, საკმაოდ მცდარია, ტელევიზიაც ასევე. ისინი ყოველთვის სიცრუეს ლაპარაკობენ. და ერთგული ქრისტიანები ხშირად ვერც კი ფილტრავენ იმას, თუ რა ამბები არის მოწოდებული იქიდან. ასე რომ ჩვენ ნამდვილად გვეძლევა ხოლმე რაღაც ესე ვთქვათ დიეტაზე ყოფნა, დიეტაზე ვართ ქრისტიანები და ვერ ვარჩევთ რა არის სწორი ფაქტი და რა არის მოწოდებული მხატვრული ლიტერატურისაგან. მე მაქვს რაღაცა გარკვეული წინადადება და ასევე კითხვაც. იმ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მადლის ეკლესია გვიზიარებს. და იმასთან დაკავშირებით, რასაც წმინდა კრების სწავლებისას გარკვეული ფაქტები გვეწოდება ჩვენ, როდესაც ჩვენი საკრებულო და ჩვენი უხუცესები ლიდერები იკრიბებიან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ გარე სამყაროსთან. ჩვენ ვიცით, 2 კვირის წინ გამოქვეყნებული იყო ბიულეტინი, სადაც ცნობილი იყო, რომ ფედერალური მთავრობა როგორ უყურებს დაფინანსებას ქრისტიანული სკოლებისას. და თუ ქრისტიანული სკოლები არ დააბალანსებენ რასობრივ კვოტებს, ისინი დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ეს არის საგადასახადო სამსახურის განცხადება. და ეს ერთ-ერთი მხოლოდ ბრძოლის ერთი ფრონტია. არის ასევე სხვები, აბორტები და სხვადასხვა საკითხები. ასე რომ მე წინადადება უბრალოდ მაქვს, რომელიც შეიცავს რამოდენიმე საკითხს. და ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა რაღაცა ზოგადი ორგანოებისთვის, ჩვენი ორგანოებისთვის ეს ინტერესის სფერო გამხდარიყო. ჩვენ ახლა დავასრულეთ 4 შაბათს ჩვენი საღამოს სერიები, ქადაგებების სერია ოკულტიზმზე, ასევე ლოგოსსაც ჰქონდა ერთ-ერთი კურსი, რომელიც იყო მეურნეობის და ეკონომიკის შესახებ. და მე ვფიქრობ, რომ არსებობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ამ ასეთ პერიფერიებზე გასვლისა. ნება მომეცი წავიკითხო მოკლე ჩამონათვალი ჩემი სიის, რომელიც მე აქ შევადგინე. რატომ არ უნდა აცნობოთ მორწმუნეთა სხეულს ღმერთის სამთავრობო ლექსეების მდგომარეობის შესახებ? თუ როგორ ამუშავებენ ისინი ამ ქვეყნის ისტორიას, როგორ გადააკეთებენ, რომ ჩვენი ისტორია ამერიკული იყო ქრისტიანული ისტორია და არა ჰუმანისტური. ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეტი ასეთი საკითხების შესახებ და არა მხოლოდ ფულის მენეჯმენტის, არამედ რესურსების შესახებ. ჩვენ უნდა მეტი ვიცოდეთ კომუნიზმის შესახებ, თუ რა არის კომუნისტური სისტემა. ჩვენ უნდა ასევე ვიცოდეთ რელიგიის სოციოლოგიის შესახებ, როგორც ეს დოქტორმა ფრენსის შეფერმა აღნიშნა თავის წიგნში, როგორ ვიცხოვროთ მაშინ. და სხვათა შორის ეს ძალიან ცნობილი სერიალია, რომელიც მე ძალიან მიყვარს ფრენსის შეფერი, მე ჯონ ბაკურაძეზე საუბარი და თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ამას, ამ სერიალები, ეს წიგნი სერიალებად გაკეთა როგორც რუსულად, ასევე ინგლისურად და შესანიშნავი სახელმძღვანელო არის, როგორ ვიცხოვროთ მაშინ. შეგიძლიათ ფრენსის შეფერის მოიძიოთ ეს. სადაც აღნიშნულია, რომ რელიგია ხდება სოციოლოგიური,
ქადაგებლები თავიანთ ქადაგებებს უკვე არგებენ საზოგადოების მიზანშეწონილების დასაკმაყოფილებლად, რა არის პოლიტკორექტული და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ შეგვიძლია გაგება უღმერთო უმრავლესობის დიქტატურის შესახებ, მთელ საზოგადოებაზე არსებობის გავლენის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ დიქტატურას ზულს სხვა სისტემა, რომელსაც აქვს თავისი აბსოლუტები და ჩვენი აბსოლუტური სწორედ რომ ღმერთია და იესო ქრისტე. და ჯონ მაკარტური აწყვეტინებს მას, იმიტომ რომ ეს უკვე უფრო არის არა კითხვა, არამედ უფრო განცხადებები და ჯონ მაკარტური გადადის უკვე მის რჩევაზე. კარგით, ნებამომეცით შეგაჩეროთ ამ ეტაპზე, რათა მე რეაგირება მოახდინო იმ ფაქტებზე, რაც ჩამოთვალეთ. ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლოა მართლაც და ნებამომეცით გითხრათ ჩემი პასუხი ამ კურსზე, რომელსაც თქვენ გადიხართ ლოგოსის და თქვენ მიდიხართ იმ გზაზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ ჩემს ძალიან ახლო მეგობარს, დოქტორ ჯონ სტეტს, რომელიც არის ლოს-ანჯელესის ბაპტისტური კოლეჯის დეკანი და აქვს დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში და მთელი ცხოვრება მან ამას მოახმარა და სანამ მე მას არ ვიცნობდი, ჩვენ მანამდე ვთამაშობდით ფეხბურთს, ბეისბოლს ერთად და საშუალო სკოლაში ვიცნობდით ერთმანეთს. და ის ყოველთვის პოლიტიკურად იყო ძალიან აქტიური და ორიენტირებული თავის აზროვნებაში, მთელი თავის ცხოვრების მანძილზე, რომელიც თვალყურს ადევნებდა ასეთ რამეებს თქვენ რაც ჩამოთვალეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჩავატარეთ სპეციალური ასევე სწავლებაც, კურსიც, რომელიც ასწავლიდა მორწმუნეს ასეთ თემებზე. სამოქალაქო მმართველობის შესახებ, ვაძლევთ მათ პოლიტიკურ მეცნიერებათა ისტორიას, მმართველობის ფორმირების ისტორიას. მე მქონდა საუბარი მასთან გასულ დღეს. რადგან ძალიან მნეურულობდი, რომ ზოგიერთი სტუდენტი, რომელიც ჩვენი რაიონის ქრისტიან სკოლაში მიდიოდა, მათ აძლევდნენ ჯორჯ ორუელის წიგნს 1984, რომ წაეკითხათ ტოტალისტური მმართველობის შესახებ, ტოტალიტარიზმის შესახებ. ისე სხვათა შორის ჯორჯ ორუელის 1984 კიდევ ისეთი კარგი წიგნი არ არის ტოტალიტარიზმის შესახებ, რადგან ეს მაინც ფიქცია არის. ეს მითი გონებიდან ამოსულია, მაგრამ თქვენ თუ გსურთ მართლაც კარგი წიგნი ტოტალიტარიზმის შესახებ, თქვენ უნდა წაკითხოთ არტურ კესლერის წიგნი სიბნელე შუადღისას, რომელიც წარმოადგენდა 30-იანი წლების რუსული ტოტალიტარიზმის კლასიკურ მიდგომას, რომელიც იყო აჯანყება, რომელსაც მოახდინა კომუნიზმის ხელისუფლებაში. მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ასეთი ტიპის თემები, ამიტომ ყველანაირად ვეთანხმები ამას და ვფიქრობ, ჩვენ უახლოს მომავალში გვექნება სპეციალური კურსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი მრევლისათვის, რადგან ეს არის ძალიან აქტუალური საკითხები. მეორეც, როდესაც ჩვენ გავგზავნეთ სამ ერიქსონი, იცით ხო, სამ ერიქსონი ცნობილი ქალბატონი, ვაშინგტონში, ჩვენ მას ხარი დაუჭირეთ. არ ვიცით ეს იცით თუ არა, ჩვენ დაუჭირეთ მას ხარი სემს თვეში დაახლოებით $2000 ოდენობით, როგორც გრეის ჩერჩის პროექტს, რომ მას იქ ემუშავა. ქრისტიანული სამართლული საზოგადოების სამართლის რელიგიური თავისუფლების ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც წარმოადგენდა რაღაც გარკვეულ ლობისტურ ჯგუფს. და ეს არის კონსერვატორული ევანგელისტური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ACLU-ს, ეს არის პროკავშირებს. მაგრამ არის ახალი ასევე ლობირების ჯგუფი და ისინი ძალიან ეფექტურები არიან. ისინი არა მხოლოდ ეფექტურები იყვნენ ვაშინგტონში, მრავალი სხვადასხვანაირ ლობირებაში, არამედ მათ აქვთ ასევე საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებსაც ისინი აწვდიან და ინფორმაციას უწოდებენ ყველგან აბსოლუტურად პოლიტიკოსებს და თქვენ შეგიძლიათ ეს რეგულარულად მიიღოთ კიდევაც ეს ინფორმაციები საზოგადოების სხვადასხვა საკითხებზე და ეს სამუშაო ჩვენ გავწიეთ და აუდიტორიდან მადლობას უხდის ეს კითხვის დამსმელი და მაშინ შეგიძლია თქვენც გახდეთ ამ სფეროში კატალიზატორი ჯონ მაკარტური რჩევას აძლევს ამ პიროვნებას. თუ თქვენ ეს თემები გაინტერესებთ და ამაში ჩართულობა ხო, მე გირჩევთ მათ დაუკავშირდეთ და თქვენც ჩაერთოთ ამაში. მეორეც, მათ რამდენჯერმე სთხოვეს უკვე თეთრ სახლს, რომ რეკომენდაცია გაუწიონ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლება თეთრი სახლის თანამშრომლების განათლება და ინფორმირება ყოველ ამ საკითხებზე. ახლა მათ თეთრ სახლის შტაბში მოათავსეს ორი ხელახლა დაბადებული ევანგელისტური კონსერვატორული ადვოკატი, რომლებიც ამ საკითხებში პირადად იმუშავენ პრეზიდენტის კაბინეტთან. ასე რომ მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს და მე ვეთანხმები ყოველგვარ ასეთ აქტიურობას. მესამე და ვიტყვი შემდეგ კითხვაზე გადავალ სანამ. მესამე რისი თქმაც სურს არის ის, რომ
მე მაგალითად პირადად ჯონ მაკარტურს მე მიჭირს საკუთარი თავის დანახვა ამ როლში, რადგან ღმერთმა ეს ასე არ მომიწოდა. ამიტომ მინდა გესმოდეთ ერთი რამ, რომ მე ვგრძნობ ჩემს პრიორიტეტებს ვაკეთო ის, რაშიც უფალმა ინება და დამიძახა. ამის გასაკეთებლად ეს არის ბიბლიის ექსპოზიცია და ბიბლიის მიტანა სმენელისადმი. თუმცა ვაღიარებ, რომ ეს არ არის ჩემი ხაზგასმა და ვაღიარებ იმასაც, რომ ჩვენთვისაც სასარგებლო ამის გაგება და იმის ინფორმაციის მიღება, თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა და რა თავისუფლებებს კარგავთ, რადგან ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საჭირო საშუალებები. ჩვენს განკარგულებაში ამ საკითხების მოსაგვარებლად, მაგალითად, თუ არის რამე ხელში, ჩვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ამას. ამიტომ მე ვაფასებ ამას, ვაფასებ თქვენს ენერგიებს, თქვენ ბრძოლას, რომელიც ძალიან სასარგებლოა. გასაგებია ჩარლს, და ასე რომ მადლობა თქვენ ამ აქტიურობისათვის. მადლობა თქვენ ჯონ ხარდაჭერისათვის.